სამი ძმდებო როგორ ახარ? სათხმელი უკვე ვთქვი, ამოჭრილია და აემისი დავიწყე. მინდა მივესალმო საზოგადოებას, მინდა მივესალმო ქაბატონებს, ემიგრანტებს, იმიგრანტებს, მინდა მივესალმო ზუგდიდის მოსახლეობას, აჭილა აკარის და დიდი მოკითხვა ზუგდიდის მოსახლეობას, დიდი მადლობა. 312,023 გამომწესზე ვიყავით და რაც არჩევა ზუგდიდი ახსენა 312,016-ზე ვართ, ანუ ორი კაცი მოგვიმატა, 4 ადამიანი მოგვიმატა. დიდი მადლობა არჩენის ოჯახის წევრებსო, გამოგვისწერეთ ჩვენსო, თავის შვილი ენახათ. ძალიან გამიხარდა. ზუგდიდი ფეხზეა. სკანგოლ ვარ ზუგდიდ. შემოგევლე როგორ არის? გოლვაფირო სკანგოლ ვარ ჩქიმჯიმა. ჩემი იმენა მეგრული. ვიცი რა, მართლა გეუბნები. რაც შეეხება იმას, რომ დღეს ჩვენი გადაცემა დაიწყება, ამაში წყალი არ გაუვა არაფერს. ყველასთვის სასურველი. დიდი ბოდიშით ამას რო ვიძახი, მაგრამ დედამული ცეზარი. სხვათა შორის ქათამისკინტრული ცეზრები. ყველაზე ბევრ ობიექტს აქვს ცეზარის სალათი. იმიტომ რომ ცეზარი არის ფულის მანქანას ეძახიან მეორე სახელად. ცეზარი ხო არის ბერძნული სახელი და ბერძნული და რომაულია ცეზარი ვაფშე? არა, რომეთიდან ხო არ მოდის მეთქი მაგას. თვითონ იულიუს ცეზარი ჭამდა ხოლმე იმას ცეზარს. ხო და ცეზარს ქართულად რო ნათარგმნი რო ნახო ეხლა ChatGPT-ს ვკითხე და ნიშნავს ფულის მანქანა. რესტორნებიც არის ფულის მანქანა. როგორ გაყვიდოთ სლეობა უფრო ძვირად. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ სხვა რესტორნების ცეზრებს. არა, ეს არის საუკეთესო შეფასების მქონე ობიექტებისგან გამოძახული ცეზარი. ეს არის საუკეთესო შეფასებებისგან მქონე ობიექტებისგან. დღევანდელ ვიდეოს ქვია ხისმის ჩემი. ბიჭო, აი, როცა არის ის ჩემი ხმა, არის მეორებს ხომ. აი, გმერე, შენ ხმას ეს. ამ ვიდეოს ქვია საუკეთესო ცეზარი თბილისში თუ საქართველოში? თბილისში თუ საქართველოში. არა, ზუგდიდში რა, არა, ბიჭო, ზუგდიდში სხვა ცეზრები არის საერთოდ. სკანგულარ ცეზარი, სკანგვალ გვაფირო. თბილისის საუკეთესო ცეზრები გამოვიძახეთ, რომელიც ძვირი და შეფასებით კარგი იყო და ასე შემდეგ. უცებ საინტერესო ფაქტი. რა ცეზარს რატო ქვია ცეზარი? იმიტომ რომ იულიუს კეისარი. არა, რეალური ფაქტი გინდა? მოიდი აბა. ცეზარ კარდინი იყო იტალიელი რესტორნის მფლობელი, რომელმაც გამოიგონა 1924 წელს ცეზარის სალათი. მოკლედ, მეგობრებო, ყველას რო გონიათ რომ ბერძნულია, ცეზარი იყო ესეთი პიროვნება, ცეზარ კარდინი იტალიელი იყო, რომელმაც 1880 რომელ წელს გამოიგონა. ბიჭო, ისმის ჩემი ხო არა? არა, გავიგე, რომ ვითომ მევიძახი შე. გაიგე? მოგჭრე. 1924 წელს. 1924 წელს შექმნა სალათი ცეზარი. გაჭირვებამ შეაქმნევინა. მე რატომღაც ჩვენ მივაწერეთ ბერძნებს, სანამ ჭამას დავიწყებთ, ეს არის დროზეს ნიკოტინის ბალიშები 8 და 12 გრამიანი, რომლითაც ვცდილობ რომ დავანებო მოწევას თავი. მაგრამ მაინც ვეწევი. იმიტომ რომ მე ვარ ღორი. ტრივიჩკა ვერ გადავაგდე, რა გავაკეთო. თუმცა ნიკოტინის იმას მიკმაყოფილებს ხოლმე რა, მონდომებას მართლა მიკმაყოფილებს. მოსტანეს ამას ვერ ავშვები რა. ეს პროდუქტი შეგიძლიათ იყიდოთ დროზეს ბალიშები. შეგიძლიათ ამოიდოთ დაიძინოთ რა პრობლემაა. ეს არის ნებისმიერი ქართული რესტორნიდან მოტანილი ცეზარი, აი. დაჟე ვიტყვი ეს ან მაჭახელა, ან შემოიხედე გენაცვალეა. მეორე განიხილე რა. მეორე? ხო. აბა რომ ეს ავიღო? ნებისმიერი. ის მაგიტო ამაღებინე ახლა. ხო ვიცია, ძალიან ცუდი იყო. ეს არის კვების სივრცე food space-ი. მართლა. რა გიზდა ეს აჩიკო? შეფასება იყო 9 და 6. 221 გრამი არის. 9 და 4 ბოდიში. 9 და 4 კამას? 221 გრამი არის. ცეზარის ფასი სხვათა შორის თუ გამოიცნო, ხო? 20 ლარი. 16 და 95. ნუ გააჩნია. 17 ლარი რა. კარგია ჩიკო. ეხლა ვერ გადაგითვლი კაცის ყორცი რამდენი გრამია? სუხარიკებში არ ამერიოს. ეს ღირს 16 ლარი, ხო? ხო ღირს. 100 გრამია. დაარჩენი ის არის. ეს სპეციალურად ხუხავენ, რომ ეხლა შემეშალოს, გაიგე? ყველაზე ბიუჯეტური არის ეგ სხვათა შორის.
ყველაზე ზიაფიანიც და ტკბილის უხარი კერი ბულკისგან არის გაკეთებული. 220 გრამი იყო. 100 გრამი ქათამია. 100 გრამი მაიონეზი, პამინდორი, სალცი, მუცელი, დედს ყველაფერი. ნახევარი კილო, 1 კილო ქათამი რა ღირს? 8 ლარი. 7 ლარი. 1 კილო. ეხლა ესე იმტყანა ეს ფილო. აი, 10 ლარი ვთქვათ, მოდი დათო. 10 ლარი ვთქვათ. რო სალაპრო. 100 გრამი ფილე რა გამოდის? ლარი. სალცი ფუსელი პამინდორი დედს მახერ გირჩევ რომ ამაზე არ დაითვალო, იმიტომ რომ სხვა ცეზარი იქნება, რომელიც ბევრად უფრო ეფექტური იქნება, შტამბეჭდავი ეგ დათვლა რა. ამაზე არ დაითვალო. იმაზეც დავიცული. ეხლა უბრალოდ მათემატიკას ვხსნი. ლარის ქათამი ყველი ისა 5 ლარი. ყველი სალცი ფუსელი პამინდორი 5 ლარი ვთქვათ. მეტიაში იყო? ხარი მაგ დათვლებს ვერ ვიტან შეჩემა, იმიტომ რომ დაუბრახუნე მიდი. კარგი. აი 3 ლარი ვთქვათ, ეხლა ეს რო ჯდებოდეს, აქ რაც არის 3 ლარი, იმიტომ რომ სუხარი არის აქ პასეული. როგორია არის წამი? არ გითქვია როგორია. გემრიელია. ქათამი რბილია? ჯერამის ინჯავს. ეგ არის მთავარი. აი, ადრე გალღობილ ქათამსო თავისვე წვენში რომ მოხარსავ, ხო იცი? ნუ არ გადაუქცევ წყალს. კაფს რო იკეთებს, ხო იცი? მოდი რა. მაგრამ სირბილეზე არაფერი არ გითქვია, როგორც მივხვდი რბილი არის. რბილი არის, რა. ეს არ არის შეშემა. ან ნახე, ეს რეზინასავით არ არის, მაგრამ რბილი ზანაც არ არის, რა. მაგრამ გემოში უჭერს, ხო? შეიძლება ერთად უნდა გეჭამა, იმაში პრობლემა. ო, ეხა მაიონეზს ვოჭამ, იმის გემოს ვეღარ იგებ შეჭემა. რა? რა? ხაჭაპური რატო გამოიძახ ხაჭაპური? ცეზარიო და. პალეტის დასარესტარტებელს. აი, სუდები გადადე. აი რა ეს? ანუ, სუდები გადადე. ქართველი რო ამას გააკეთებს, ბიჭო. რადებს ჯერ შიგნით, შეჩემად, შეხედე. ლორი, იცი ოღონდ ის მაღაზიის რო ლორი. ლორი დებს შიგნით, გამოყოფილია. ეს ნაგავში. ბიჭებს აჭამე რა. დაუსწორდებათ. ხრაშუობდა მარილი არა? მერე იტყვენ, ვინ შეგიკვეთაო, ცუდი რეკლამა ჩვენზეო, ბიჭო. ძია გასინჯე, ბიჭო, რო იცი რომ ყველი იყიდეს სამლარათა და ყარდა, რას ელოდები რომ რას ვიტყვი, რომ ღმერთო ჩემო. 9 და 4. 9 და 4 შეფასება ბავშვი სიგიჟია. გეუბნები ამ ქალაქელებსა, გემოვნება არა გაქვთ მეთქი რა. ეგ საით არის? შეცგე საბურთალოსკენ, ხო? რა? დან. გლაინა გამოიძახე? ეგ იყო გლან. გლანელებს ახლა რო ხედავთ ახალი ხაჭაპური არის გვიკვირს და მაგიტო ვაფაზებ თორე. დანელებო გამოფხიზლდით. ეთ მუშტად უნდა თავდგეთ ჩვენ. ეგ, მიდი. პიურე რატო მოხა? პიურე არ არის ეგ מחარ. ეგ გამოიძახე არჩილასთვის. არჩილასთვის გამოიძახე? არჩილასთვის. ხომი? ჰა? ვიც. არჩილასთვის და საჭიროა მე შევჭამ ამას. ელარჯი. აი იცნო. ეგრევე გამოიცნო შეჩემა. იმიტომ ეგეც ესეც აჭამს. 10 მეტრიდან იცნო ელარჯი. ეს რო იწელება ხო ეგ არის. უუ! მაგ როგორმე უნდა გავწელო. არა და მართლა არჩილასთვის გამოვიძახე. მე რას დავდივი ჩვენ მე მეგონა გადმოგცემდა. ის რა მუცლის მონა არის შვილები ყო. აი აქეთ შევჭამე, აქედან შეჭამე. გემრიელია. წაიღე და გასინჯე. სკანგოლა სკამინა. არა, კაი გემო არის. ის აქ. პიტნაკ. რო გითხარ ხე იწელება მეთქა. და აი რაღაც ყუთში ჯერ 10 კაპიკიანი მაშინ როდეს რაღაც ბიოჰაზარდის შეფუთვაში. ნუ მაგიჟებ. აი ეს სხვა არის.
ეხა ის ლირიული გადახვევა. ჯერ დადეწონა. წონა, ეს შეჭება. ქვებიდებს შიგნით, ეგრევე მე დაქიშვე ეგრევე ყიდით ხომე კომბოსტოსა, ქვეშა. ქვებს უყიდით ხომე. ქვებს უყიდით ხომე, გაიგე, რომ ძიმე გამოჩენილ, ქვეშა ვინ ჩავიდოდა. 600 გრამი მაგის რა ღირდა ეს აჩიკო. ჰა, რუარ მითხა თუ გაპატიო. ისიც მაიონეზი არის. ეხა უყურე ქათამი. 18 ლარი. 18 ლარი? მეთქვი ეხა რატო გიხდა 18 ლარი. იმენ 100 გრამზე მეტი ქათამი არ სადარატებს. ოპა! 135 გრამი ქათამი დევს აქ. ესა ლარი და 30-ისა არის. დანარჩენი. არის რავი, აი ნახევარი კილო არის კომბოსტო. რატო იცი? ეს ხო 115 გრამი, მოიცა ჩაო. რატო არის დანარჩენი კომბოსტო, იცი? პამიდორი დევს 2 ცალი. და ძვირიჯდება პამიდორი. სუხარი კი არის დავითვლი, 6 ცალი არის ზუსტად. გეფიცე, არა, მაინც დავითვლი 6 ცალი, ამ თვლით არის. და სალათის ფურცელი არის წყლიანა მაიონეზში, იმენა გავლებული, შეჭა, აი ხელით რომ ბებია ჩემი რომ ეცხავდა ხომე, მე ჭეჭყავდა ხომე, აი ეგრე არის ამოჭეჭყილი მთელი სალათის ფურცელი. ეს რა არის, ბიჭო, მაგის 18 ლარი და ნორმა. გაჯე. გამამლებული სალათის ფურცელი რა ხო ეს? ხო. ო, იმით აი მოვაფარე. ეს საიდან არის? შენ რო არ მითხრა, რომ ეს არის არასდროს გამოიძახოთ, მაგრამ და ეს სალათის ფურცელი გარეცხილი კი არ არის. მაიონეზი და წყალში რაც გავლეს, ეგ არის შეჩება. ამას უფრო გემრიელი ეს იმენა მაიონეზი და ის არის, ბიჭო. ეს შეურაცხყოფაა. მოგეწონა? ზუგდიდელს მოეწონა ელარჯი. ძალიან კაიაო თანაშე. ეს ახალი ტექნოლოგია შეგინდა რომ ცოტა სისხლიანია ქათამი. არა. როგორია წითელია ეს მო. це ჰეპატიტი. ვარდისფერი. ვარდისფერი გაგი. ოღონდ გარედან გახრჩობს. გეფიცები. მოდი აჩიკო. იყას თავს შევიყავ. მოდია გასინჯები, სულ ახალი გას. აჩიკო, მოდია, ნუ გეშენია, მოდია. გენდობი. რას მედობ იქება მოსდახი, მოდი ახლა ჭამე. რბილია? გუბკა მანქანა გარეცხე. არა, ეგ სპეციალური სტრუქტურა აქვს ეგეთი, ბიჭო. თორე ძალიან გემრიელია მართლა, ანუ აი ნორმალური რა. სხვათა შორის გემოზე იმას ჯობია. ხო, მართლა. იბაო. ია პამიდორი ორივე მესე ჭამო. უფრო მაგარ შოუდებოდა. დავახულდა ორივე პამიდორი. ეს არის თუ. არა, შე. 10-დან 2. ის თუ ეგ. ის გასო. ჯობია მაგას? აუ, ბებე. ცოტა არის, მაგრამ ეს უფრო ბიჭო, საათის ფურცე თან. საათის ფურცეშიც ხარისხები არის რა, პირველი კატეგორია, მეორე. ეს არის ბოლქვი, შეჭმა, აი. ეს არის ცუდი. ჩვენი სპონსორი. ჩვენი სპონსორი არის ბეტსონ სპორტი. ჩვენ რო დავიწყეთ მოღვაწეობა, მაშინ ჩვენი სპონსორი არავინ არ იყო. და ამიტომ მაშინ ვაკეთებდით ხოლმე სტაფილონიორი ხახვის განხილვას. მაგრამ რაც ჩვენი სპონსორობა ბეტსონ სპორტმა იკისრა, იმის შემდეგ ჩვენ 5 ცეზარი გვაქვს, ხინკლები. აჩიკო წეღარო მოდიოდა. ეგ აჩიკო ქშია მეთქი და არა თქო, იმიტომ რომ აჩიკო ნაჭამი მოვიდა. ეს აქამდე არ ყოფილა. აგერ მემონტაჟემაც ელარჯი ზუგდიდიდან ჩამოსვლა გემრიელი ელარჯი აღჭამა ჩვენთან სამსახურში. ბეტსონ სპორტი არის სპორტული პლატფორმა, რომელმაც ბეტსონ სპორტი არის სპორტული პლატფორმა, რაღაცა მათქმევინა. მინი. ხო ისმის შენი ხო? ხო და მაგიტანო. სპორტული პლატფორმა არის, რომელმაც აპლიკაციაც დალონჩა ხა გამოვა გრაფიკულად და დღეს გადავწყვიტეთ ესეთი რაღაცა, რომ 15 წლის დამწყები ბიზნესმენი არის, რომელსაც აქვს ბურთების აჩიკოს დავერკა 15 წლის დამწყებმა ბიზნესმენმა, რომელმაც ბურთების ბიზნესი მაქვს. და მთხოვა რომ ახლა მაქსიმალურად კრიტიკულად შემიფასოსო, იმიტომ რომ ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ. თვითონ კერავს ამე? არა, ჩამოაქვს, მაგრამ ხარისხიან ჩამოაქვს და დაბალ ფასს, ანუ ფასს. თუ ჩამოაქვს, კაი არის. ეს კრიტიკულად შევაფასო? კი ბატონო. კარგია.
კიდევ ეგ ბიჭი კი არა, ჩინელები უნდა შევაფასო, იმიტომ რომ ყველგან ჩინური ტექსტი აქვს. არა, ჩინელები. ესე ვეხმარებით ჩვენ. ჩვენ ბიზნესი, ხო, თვითონ მე ვიტყოდი, რა მაგარი ბურთია, მაგრამ ბაზარი არა ეს ფუტბოლ. მე ვმუშაობ იმ განახანაში, ეს ტექსტები აქვს დაწერილი. ჩინელები მაგარი ეს რა 2 ლარად ჩამოიტანი, აქ რამდენად გაიყიდება? 1.50 ლარად დაბრახუნდება, რა. ოქროს ბურთი Golden Ball არის Facebook-ზე ესეთი გვერდი. Golden Ball არის ამ ბიჭმა 15 წლის ბიჭია, რომელიც ცდილობს რომ ბიზნესი დაიწყოს და მე ძალიან მიხარია რომ ამ პატარა ბავშვმა მინიმუმ ის მოიფიქრა რომ მოდი ბიზნესი დავიწყო, იმიტომ რომ ვიღაცის, ანუ ჩვენი ერის კისერზე არ ყოფილიყო. ეგ არის ძალიან კარგი. სულ რომ ასანთის ღერი ჩამოიტანოს და გაყიდოს, ეგ იმას ნიშნავს რომ შნო აქვს. აი ამ ბიჭზე იტყვიან მილიონერი რო გახდება, ეგ აპატარაობიდან ვიჯო ბურთები რაღაც ის უჩა მოქონდა. აი ნახე ძმაო 10 წელიწადში თუ ეგრე არა თქვა. კარგია მეგობარო, შედით Golden Ball-თან რაზე? Golden Ball ოქროს ბურთი. Golden Ball-თან ოქროს ბურთი? Golden Ball ინგლისურად და ქართულად ოქროს ბურთი. ოქროს ბურთი, Golden Ball არა ის ბიჭო. ოქროს ბურთი არის Instagram-ზე, დავამოვა, Facebook-ზე, Instagram-ის ექნება უეჭველი. გააკეთე მეგობარო Instagram-ზე უცებად. მაგრამ მე ვარ ხიშნიკი. მე რა ხარას ვწავდი, იცი ამ რეკლამის პერ Instagram-ზე გავაკეთებდი. Golden Balls. და გავყიდდი სხვა ბურთებს. ყურაში ძრეული ვარ. გადამაგდი, თავით. ეს როიდოს გრაფიკულად არჩი მივხვდი, ხო? მივხვდი, ხო? ეგარი, მე გავაკეთე. აი, შემდეგ. კარგი. სიცოცხლისთვის საშიში? მოდი ეს რა. არა, კარგი და სუდი კი არა. სიცოცხლისთვის საშიში იყოს აქეთ და ნაკლებად საშიში იყოს აქეთ. ეხა გადავედით ვაკე საბურთალოდ. როგორ? აბიჯანი? ვაკე საბურთალოდან გამოჯახებული? სამი. უმაღლესი ხარისხი. 9 და 6-ებია ყველა. 9 და 6, ანუ ძალიან დაბალია. ვაუ! ძალიან დიდი ფონის რაღაცა. ეს კაბაბი. კიეული კოტლეტი. მართლა ვაკეშთვის შეჭამ ამას. ეგ არის ქათმის როლი. რა? ქათმის როლი. ხო, გაიდოზია გათვლი რომ მე წვენი მციყიდო. წეს არ უნდა იყოს ხა ცუდია. აუცილებლად. არ მოგეწონა? ბიჭო, თქვი, ხალხი ვერ ხვდება. მიდი აჩქო, მიდი. დაიცვა ტელეფონი სადა. ბიჭო. კიეული კატლეტი რაღაცა. მაგა რატო არ მოგეწონა შენ ისი ყველი შენში რაც უნდა ყოფილიყო აქ არის. აქ დარჩა. ნაღრიდა ეს ჩემთან. ეხავე. აუ. ნაუმი უდეცი. ეს შემეჭო შეჩემა. იმო სასაზე შემეჭო, იმენა კანში შემეჭო ეს. ლავაშის ნამწვით. 20 მოიცა 19. ქათმის როლი. აუ ბიჭო. დაულეკე რაც არის წამოიღე, ძალიან იაფია, მართლა. ამის ფასი აიწევს. რატო აჩიკო, მისთვის შეჩემა. ეხლა თქო გემრიელიაო. ოია მაგას გეუბნები რომ 5 წუთი ხმას ვერიღებ რო ჩაკმიშავ, სანამ მაგას დაგეჭავ შეჩემა. ეს გამოვიძახე 2 საათის წინ დაახლოებით. ცხელი ეს ყველი რო დამძნარი ყოფილიყო, წელით გემრიელი იქნებოდა. იმე ასემიზლე ეს ნაგავი არის ეს ბიჭი და თავიდან ბოლომდე ნაგავი ძმო. გონზე არ არის. მეებს ეჭამ და ეს იყო რა იქნებოდა კაი. კიული კატლეტი არ იყო რაღაცა სისულელები აქ შეგიძლია. ქათმის როლია. ქათმის როლია. ვაფშე არ ეთყო მაგას ქათმის როლია. კატლეტის ვიძი არის. აი ვაკემ უკვე ის არის მაშარაფის соуსი. ბაბის შეეთყო. გეპიცები, ანუ ნახე, ეს ესე იდო რომ ხორცი მგონებოდა. ბიჭო, მაშარაფი არც ეს არ გამოუყენები, არადა ძალიან უხდება რა. შეიძლება ვერ მიხვდე რატო აქვს მაშარაფი, მაგრამ ის არის. მაშარაფი იგივე ბაზამიკო არ არის.
არა. Короче, 100 გრამი ხორცი არის რესტორნებისთვის. 14. ხო, აი ესა პურიკები. რა, კიდეებზე ჩალაგებული ეს ხალ და აი ნახე ვაკეს ეთყობა, როგორ გითხრა? ვიზუალი აქვს. მე ხა ჩვენ თაგ ესთეტიურია. ესთეტიურია. ჩვენ თაგ გზაში შემოდის ხა ესე არავინ მოგვიტანს ჩვენ. აზელი, დაზელი, რახუნით. აი ეს იცი აი თვითონ ურიესაც ეთყობოდა რომ მითვით აი ნუ არ დაზიანებულიყო მართლა. თევზის გემურა ხო ეს პამიდორს უარ ვარ გაიგარი. ეხლა ყო ეს რაღაცა სოუსი ამას მაიონეზის ნასახი არა აქვს. ჟავია? ხო. ეს ხო ვაკიდან არის და ვერაფერს ვერ ვიტყვი თუთ. საბოლოოდ მაინც მოგიწევს გამარჯვებულის გამოვლენა, ასე რომ ყველას ვერ ბიჭო, ეს არის ამორზე ცუდი, მართლა გეუბნები რა. მართლა? იქა მაიონეზს მაინც გახონდა ცოტა და 9 და 6 შეფასება. არ ვიცი რა, დედას გებს, ანუ ეხა ფავნო. ეხოთებს ათოთ, ეს გასინზე რა. ბიჭო, მაგას გეუბნები. მე ეს მერჩი ვაფშე. გათავ. იმიტომ ეს ას დაუსრულებია. ამას რა არის ეს соуს? ბალზამიკო. ბალზამიკო არის? ხო რა, მოდი აქ ეს გასინზე. მე არ მიყვარს просто ბალზამიკო შეიძლება. გავიგე რა, ჩვენ არ მიყვარს მაგ ვაჭმე. მოდი აქ. აი ეს გასინჯი, ხა გავგიჟდები, აი ეს მაიონეზის გარეშე რო არ შეჭამო რა. აჩ, დამებრახუნებელებს ჩააგდე. ისა? ო, არა, ეცავე, რაღაცა აყვა. ცარიელი შეჭამე დაბლნარი. აი, მიდი, მიდი აბა. ეხ გაფიცებ, ხა უწფელად რა. რა შეიძლება ამას 9 და 6 დაუწერო, ბიჭო. ხა? ბიჭო, ესო 9, აი რა აჩი. ანუ არაფერი არის. რა უსვია, ეგეც ვერ გავიგე. პოსტა გარეცხილია ჩადებული? შეიძლება მაგას აჩვენებენ, რომ გარეცხილია. რამდენ ადამიანს აქვს გამოძახებული? ეგ ვეჭველია. 5 კაცში. ძველი ობიექტი არ არის. არა და ახალი ობიექტი არ არის. შეიძლება მეტი რო არ არის, ბიჭო რო. არა, ცუდია, მართლა ცუდი არის. კიდე კაი. ნუ შეიძლება ჩვენი გემოვნების ამბავია, მაგრამ რა ჩვენი ნუ ბალზამიკო რომ მოგწონდეს რაღაცა. არა, კაი მომწონს ბალზამიკო. ხო. იმ საათის ფურცელს რა. ერთიანად რო ჭამ, შეიძლება ბალზამიკოს მაგ საათის ფურცლის გემოს შემიძლია, შეჩება. აგავ რაღაც. კაი, ჩვენთვის ცუდია რა. ჩვენთვის ცუდია, კაი. ვისაც მოგწონთ, ღმერთმა შეგარგოთ. თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რასაც გინდა იმას ვიტყვით. არ მომწონს. მაგრამ მაინტერესებს დამიწერეთ კომენტარში, ვისაც მოგწონთ, რა მოგწონთ. ეგ ობიექტი ვთქვით ხო, რომელი არის? არ ვიცი, ეს ობიექტი იყო. ადრენალინი. ეს რა არის აქეთა? ეგ მარტო იყო არაფრის გარეშე, მოიცა? ეს მე მგონი გრილზე არის ნაბახუნები, აჩიკო. ეს არის კანაპე. კანაპე? ამას ცოტა მომწვარი გემო აქვს და დიდი ლაბუხი ცოტა. ეს გადამაღები. ცოტა მწყლატე გემო უნდა ჰქონდეს ამას. რატო იცი? იმიტომ რომ ის არის. წესით ეგრეა ხოლმე რა. ოპა, ამის ქვეშ რა იმალება? სააღულს მო. რეკორდი. 170 გრამი ხორცი. მართლა. სალათის ორი ვარიაცია. ხორცი კარგია. ფასი რა შეიძლება იყოს მაგის? 20 ლარი მაგის გასას. 37. რამწუს მოდი რა გასა. როგორ უცებ შეისა? ხო გიხარ. მოდი რა გეხვეწებ. ბიჭო, გრილზე კი არის, მაგრამ დამწურის გემო აქვს. ანუ განა ის კი არა, აი wild kitchen fire რაღაც fucking ის კი არ არის. იმენა ის, აჩქო ეს კათა მოგეწონება. ბილი არის ალბათ, ხო? მაგრამ აი დამწურის გემო აქვს, ბიჭო. აი კი კარგად არის, მაგრამ აღებული აქვს, შეიძლება ძველი ნამწვი აიღო იქიდან, რა. აუ, ძალიან. მაგრამ დამწურის გემო აქვს, რა. და ეგ რისი ბრალია ხომ, იცი, ძველი ნამწვავს იღებს, რომ დებენ, ძველი ხარ ის თუ არ გაწმინდე დარჩენილი და შეიძლება ის აიკროს, რა. მაგრამ ძალიან ბილია. არა, ბიჭო, ფასის ნორმალურია. მე მირჩევნი 100 ლარი გადავიხადო ცეზარში.
და 160 გრამი ქათამი მოვიდეს. ვიდრე გადავიხადო 18 და 140. და როგორც იქ რა, საქართველოს ბანკის ჩვენი სპონსორია. როგორც თვითონა. კოკა-კოლას გადასხმოდეს წყალი. საქართველოს ბანკისა. საქართველოს ბანკი შემოვიდა, მაგრამ მე თავს არ მოგაწყებთ. მე გეტყვით ორ მნიშვნელოვან რაღაცას. პირველი, არ გაჩენდეს არხზე საქართველოს ბანკის დაიდო ვიდეო სადაც მე ქორო მაგდანა და პირველი კრეატორის გამარჯვებული ვერიკო ვეჯიბრებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ძია მოიგო და მეორე, მესამე გამოიწერეთ არ გაჩერდეს არხია. ხო, მე მგონი დავლაგდი. ანუ ვით გადადიხარ და არ გაჩერდეს არხს იწერთ და მეორე ვიდეო და ვიდეო რო დაიდო ამათი გამოიწერეთ არხი და უყურეთ მაგას არ გაჩერდეს არხს. ჩვენი ვიდეო დაიდო და მეორე არის რომ კრეატორი მეორე იწყება. კრეატორი იწყება. ბიჭო. როგორ მოეწონა? იმენა კი. ეს კამის როდის დაამზადებს რომ იწეოდეს ზევით, აი რაღაცას რო ვიტყვი და თვითონ რო ხდებოდეს AI და რომ წევდეს ზევით. აჩკო იმენა მომაბეზრა იმან, შეჩემა გადაცხოვრება მომაბეზრა. 40 დოლარიანმა ცეზარმა. რანაირი მომწარა არის. ძალიან უცნაური რაღაცა ხდება ეხლა რა. რეალურად გამოვიძახე, რაც კი ვიპოვე, ყველაზე კარგი შეფასებების მქონე ობიექტებიდან გამოვიძახე ცეზარები. ყველა როგორ შენც ვერ დაგაბრალებ ეხლა მეც გავსინჯე. მე ეხლა თქვი აჩიკო ეხლა. მეც გავსინჯე ხო? როგორ ხდება, რატო ხდება ეს? იმედო ხდება რომ ნაგავი იმდენად მიგვაჩვიეს მასწონებმა ნაგავს. აი დებილობებზე ვიზახთ რომ კაიო. აი ეს იქნება ყველაზე გემრიელი. ეს იქნება ყველაზე გემრიელი. ამაში თან ფული გადაიხადეს ხო? რაღაცთან ხოჩარი. არ გადაუხდიათ, მაგრამ ამის მეპატრონეს მიმართ. რესპუბლიკა. რესპუბლიკა. უმას ხო 0.434. პირადობაა ჩემი. შეანელეს 0.5x-ზე და გაიგებ. 360 გრამი. ბებოსლავაში. მართლა? ეს შემთხვევით დალაგდა ესე? ვაუ. იმენა კინო. ატრაკე. მართლა ამბობ? მაგრამ დაბალანსებულად არის. მწყლატეგე მოარ აქვს ალთის ფურსას, არს ქათამს. ორსა ეს დედას პური რომ მოყვე ხა? ერთი 100 არა? 18 და 18? ნახე აბა. აგას გეურე. მიკვიჩე არ გითხარი? გემრიელია. აჩიკო, ლეგიტიმაცია შეჭი ხო შეგაქ ჩემი. ჯერ იმას უნდა დაენძრის კალატოს იქ ფეხბურთში აქვს. ეხლა ვიდეოს ვამზადებ, მინდა რომ დავდო ანალიზი ფეხბურთის. მართლა გეუბნები, აბა ძალიან სერიოზულად, ანუ თავის ტაქტიკებით და რაღაცები. თუ არ დამეზარა ავაწყო. 18 ლარი, ნუ ამას ვიყიდი. შეიძლება კათამი ცოტა აქვს, მაგრამ გემრიელი მაინც არის რა. და ნუ ის არის. ნახე, რაღაცა თითქოს ძალიან ჩქარი ადამიანის საჭმელია რაღაც ისეთ იმაში, რომ უცებ უნდა შეჭამო და მე სავაჟიშო ჩახვიდე. ვაკემ რა გვიხნა ბიჭო, გამოგვისვა ეგრევე ნაწლავებში, ჰა. დანა. რავი რა გითხრათ, აბა ეს იყო ნორმალური. დანარჩენი არის ნაგავი. ვიცი რომ ეხა კომენტარებში დაწეთ, შენი მისი არ გაგისინჯა შენ ამიწო და ყველაფერი გამისინჯავს თითქოსა და. აქვე დავძინ ამაზე რომ საეჭო Wild West დაბლა აღწერაში ლინკია Discord-ის, აი ეგ გამოვა, RDR2-ის სერვერი იხსნება, ძია მახარასი. იმის გამო, რომ ყველგან უსამართლობა იყო, ამერიკის ერთ-ერთმა შტატმა და ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ახალი შტატი ჩამოეყალიბებინა, სადაც უსამართლობა უბრალოდ წასულს ჩაბარდა. მაგრამ დიქტატურაა. სხვა ბიჭო, ეხლა რა გამახსენდა, იცი? გუშინ პოდკასტი არ ვიცი როდის დაიდება ჩვენი, მაგრამ პოდკასტში ამბობ რაბანარო კოსტუმრად, რომ ფეხბურთი აღარ არისო ესეთიო რა, კვდებაო რაღაც მოსაწყენი ხდებაო და გუშინ იყო ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სანახაობრივი და სასწაული თამაში. ნახვი ბიჭო, გუშინ რაზე სასწაული თამაში იყო. იმაზე ვთქვი ბიჭო, ფუცელს რასაც თამაშობ, მაგაზე გეუბნებ, RDR-ს ვადარებდით ბიჭო, ნუ გამომაყენე. არა, ფეხბურთზე თქვი, ფეხბურთზე. თქვი ფეხბურთზე შეშო. რა? ფეხბურთის შეფასებაზე რო გადავედით, ფეხბურთი აღარ არისო ესეთიო. ფუცელზე თუ რასაც თამაშობთ, RDR-თან კალამ მატოლებდა, RDR-ს ატოლებდა და მე თუ კაკას რაბანს ვთქვა, სხვადასხვაო ეგ ორიო, რატო ადარებო ერთმანეთს თორე. ეგ კვდება მეთქი, ანუ სოკერი ვაფშე უმუღამოათქო ბიჭო. არ გინახია შეჩემა? ნე,
5-4 მოიგო PSG-მ და კვარომ გაიტანა დუბლი. და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო მოედანზე, რა. უფრო კარგად ალბათ შენ განიხილო მე შენ ვიდეოს რა გააკეთე. მე ანალიზი გაკეთებული. ალბათ PSG ბაიერი იყო, ხო? ბაიერნი არ იყო? ზოლიან ნიშანი რო აქვს ლოგოზე. წითელი და თეთრი. არა? კი მეთქი შეჩემო მეტი რა გითხრა. არა, ხავთ მე ლაპარაკები თითქოს არაფერი არ ვიცოდა. ახლა ანალიზი უნდა დავდო უეჭველი ჩემი კარგი. გინდა საეჭოზე დავდო თაჩიკო ვაფშე. რა. ფეხბურთის ანალიზი. ეგრე დავაწეროთ ვიდეოს. მარტო ვიდეო? სეგმენტი ჩავსვათ აი. არა. იმენა ცალკე ვიდეო დავდოთ ფეხბურთის ანალიზი. რამხელა ვიდეო იქნება შეჩემო. არ ვიცი 40 წუთიანი იყო რაღაცა რა 40 წუთიანი. დამიჯერე რა. ჩავწეროთ და შევხედოთ. თუ კაი გამოვიდა დავდოთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი დალაიქეთ ვიდეო. ბედნიერ ცეზარს გისურვებთ. ეს არც გამისინჯავს საჩიკო. ეს ალბათ შენთვის გამოიძახე. პალეტის დასარესტარტებლად. ნუ შენ დარესტარტებაზე კარტოფილით რა დავარესტარტო შეჩემა. დებილი ხო არა ხარ მარტო. კომენტში ზურა ხალ ჩანგასტიგებ. ძველი რა უყავი. ხა. კონსტანტინე ხარ. აი უბანში გიჟები ყავდა. ჩემი სანთებელაა, ჩემი სანთებელაა, ჩემი სანთებელაა, წითელი ბიჭო. არ გჭირდება ექსენთებელა ხა. რაზე? აბა რატო არ გჭირდება? სანთებელა არ გჭირდება. სანთებელა არ მჭირდება, იმიტომ რომ სად არის ნაჭამზე რომ მიყვარს ამის ყბებში ამოდება. ნაჭამზე ხო არა, ნაჭამზის ფერი უნდა მოწიო. არ მოდიათ. წავედი მეგობრებო, წავედი ხა დაგემშვიდობებით მე. აუ მეზარება ფეხით სიარული. I'm the one they call. Took a few L's, but I never fall. Not my fault, you're an L and I never stall. Okay, my foot's on the